გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხისტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. წარმოიდგინეთ ვიზუალურად თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა მიხვდეთ, რომ ეს ვიდეო გეხება თქვენ. ვინ ხართ თქვენ? უმაღლესი ძალების მიხედვით. თქვენ ხართ ძალიან სამართლიანი ადამიანი, რომელიც ყოველთვის სწორად აფასებს სიტუაციას. თქვენ პატევს გცემენ გარშემომყოფები თქვენი ამ ღირსეული თვისების გამო. თქვენ ასევე ადვილად ამყარებთ კომუნიკაციას, ურთიერთობას ადამიანებთან და საერთოდ წამყვანი ფონი, ასე ვთქვათ, თქვენს პიროვნებაში არის ინტელექტი. ვინ არის თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? თქვენი ადამიანი არის ენერგიული, ქარიზმატული, ტემპერამენტიანი, ცეცხლოვანი პიროვნება, რომელიც ამ მომენტში, ასე ვთქვათ, განიცდის, შეიძლება ითქვას, კმაყოფილებას მიღწეულით. მან რაღაც მისნებს მიაღწია და ძალიან კმაყოფილია. ვისთანაც ემთხვევა ძვირფასებო თქვენთვის. ვისთანაც სრულიად სხვა სიტუაცია, სხვა მოცემულობა, რასაკვირველია, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვინც დარჩით, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ვის სახელსაც იმეორებთ გულში, კონკრეტულად თქვენზე. ძვირფასებო, ის ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან სექსუალური, ძალიან მემსიდველი, ყველასათვის სასურველი და ასევე ის ეჭვიანობს თქვენზე. კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა? ყველასთან არა ძვირფასებო, თუმცა არის აქ ასეთი ფიქრი, ზოგიერთი, ასე ვთქვათ, თქვენგანის მიერ ჩაფიქრებული ადამიანის თავში, რომ ის თვლის თქვენს გვერდით არის სტაბილური პარტნიორი. შეიძლება ეს ასე არ იყოს ძვირფასებო, ეს მხოლოდ მის ფიქრებშია. თვითონ ფიქრობს ასე, რომ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც გაძლევთ სტაბილურობას და თქვენ რომელსაც ეკუთვნით. კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა? ფიქრობს, რომ მას შანსი ვერ გამოიყენა და ამით არის საკუთარ თავზე გაბრაზებული, ასე ვთქვათ, თქვენ ხართ მისგან შორს, თუმცა მას იმედი არ დაუკარგავს და ის ფიქრობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მოიპოვოს თქვენს გვერდით ყოფნის უფლება. ვისთანაც ვერფასებო, სრულიად სხვა სიტუაციაა და თქვენს გვერდით არის თქვენი საყვარელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს ვიდეო თქვენ არ გეხებათ. აქ არის სიშორე, აქ არის ის, რომ ადამიანი ფიქრობს თქვენთან მოსასვლელ გზებზე, თქვენთან მოსასვლელ მანიპულაციებზე, ასე ვთქვათ, მანიპულაცია ზოგჯერ კარგია, ყოველთვის მანიპულაცია არ ნიშნავს რაიმე ესეთ ცუდ ქმედებას. კარგით, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი? ფიქრობს ის, რომ ახლა გეტყვით ძვირფასებო, ერთი და იგივეს ადასტურებს არკანები, თუმცა მაინც ავწერდები და ვიღებ ესეთ არკანს, რომ აი რაღაცა, ასე ვთქვათ, პოზიტიურად დაგვერკვინდეს. ესე იგი ფიქრობს, რომ თქვენ თავს შესანიშნავად გრძნობთ მის გარეშე. შესანიშნავად ერთობით.
თქვენ საერთოდ ასე ვთქვათ, მისი აზრით ყველა ღირსებით ხართ შემკული, ის განიცდის ძალიან წარსულში რაც მოხდა, ან რაც არ მოხდა. ანუ ეს რას ნიშნავს? წარსულში ის თulis რომ მოიქცა არასწორად, გადადგა არასწორი ნაბიჯები, შეიძლება აირჩია არასწორი გზა მან, არასწორი მიმართულება, ის ცდილობდა რაღაცა თქვენთვის დაემალა, ადრე იცავდა საკუთარ პრინციპებს, თუმცა ხვდება რომ ამ მისი, ასე ვთქვათ, არასწორი არჩევანის და არასწორი რაღაც პრინციპების გამო ის დარჩა წარსულში. კარგი, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? ნახოთ, თქვენ შანსს აძლევთ მას აუცილებლად და თქვენ ფიქრობთ, რომ ის დაბრუნდება, თუმცა შესაძლებელია ეს არ იყოს რაღაც ახლო პერიოდი, მაგრამ თქვენ შანსს აძლევთ ამ ურთიერთობას. კიდევ რას ფიქრობთ თქვენ? თქვენ ცოტა გაბრაზებული ხართ, ცოტა აგრესიულად ხართ მის მიმართ განწყობილი, რათა მან არ იბრძოლა თქვენთვის. კიდევ რას ფიქრობთ თქვენ? თქვენ ფიქრობთ, რომ საერთოდ ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თუ ის აიღებს პასუხისმგებლობას, მოიქცევა ზრდასრული ადამიანივით და გეტყვით თქვენ პირდაპირ, რომ მე ვაპირებ, რომ ვიყო შენს გვერდით, მოგცე სტატუსი და ჩვენ ვიყავთ ერთად ასე შემდეგ, მაშინ რასაკვირველია თქვენ მისცემთ მას შანსს. ეს ზოგადი გაშლა ძვირფასებოდა და ახლობით ასე გამოდის, რასაც ვამბობ, აი ასეთი თქმა გამომდის, თორე აქ შეიძლება უფრო დაწვრილებულ საუბარიც, რა თქმა უნდა. თქვენ თვლით, რომ მან უნდა გადამოდგას პირველი ნაბიჯები, აიღოს პასუხისმგებლობა და თქვენგან, ასე ვთქვათ, გზა ხსნილი აქვს, მისცემთ შანსს, ასე ვთქვათ. კარგით. ნახოთ, რადგან ფიქრებს ეხება ეს ვიდეო, კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს. ფიქრობს, რომ თქვენ უმალავთ რაღაცას, არ მინდა თქვა, რომ ატყუებთ, თუმცა ესეც შეიძლება და დასაშვებია. ის ფიქრობს, რომ მან არ იცის თქვენ რა გსურთ სინამდვილეში, რეალურად თქვენ რისკენ ისწრაფვით, მან ეს არ იცის, ის მიხვდა, მან გააცნობიერა, რომ თქვენ ისე ვერაფერს ვერ მოგატყუებთ, თქვენ ისე ვერაფერს ვერ დაგიმალავთ, ადრე თუ გვიან თქვენ რაღაც სასწაულებრივად, მაინც ყველაფერს იგებთ, გაქვთ საოცარი ინტუიცია, უნარები ისეთი, რომ შეუძლებელია თქვენგან რაიმე იყოს დაფარული. თუმცა პირიქით, რომ თქვენ დაფაროთ რაღაც, ეს ძალიან კარგად გამოგდით. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მას სჭირდება და ის არის ის, ვინც თქვენ გჭირდებათ. და ამიტომ ხართ ორივე მარტოსული, რომ ასე ვთქვათ, ერთ ჭერქვეშ ახლა არ იმყოფებით. აი ამიტომ. ესე იგი რაღაც შინაგანად თავს გრძნობთ მარტოსულად, ასევე ეს ადამიანიც ასე გრძნობს თავს. ამის მიზეზი არის ის, რომ თქვენ ერთად არ ხართ თანაცხოვრებაში. კიდევ რას ფიქრობს? გზაზე ფიქრობს ის. მისთვის ეს გზა არის რისკი, მაგრამ მაინც დაადგება ის ამ გზას. გარისკავს. გარისკავს უფრო კომფორტული და ბედნიერი ყოფისთვის, ასე ვთქვათ, ცხოვრებისთვის. და თქვენთვის რასაკვირველია, რომ მოვიდეს თქვენთან, როგორც თქვენი პარტნიორი. ვერითმეს იმდენად, ასე ვთქვათ, ერთი სული აქვს, როდის განხორციელდება ეს გზა. შეიძლება ითქვას, რომ ის 24/7-ზე ამ გზაზე ფიქრობს. გიცურებთ წარმატებებს.